ეთერში ბრუნდებით რა საუბარ ჩვენს მეორე სტუმართან ერთად ვაჟა ბერძე შემოგვიერთდა ანალიტიკოსი ბატონო ვაჟა დიდი მადლობა რომ მობრძანდით სამწუხაროდ აი ამ დაგვიანების ეს ცუდი სამგზავრო პირობების გამო ამიტომ დრო ცოტა შემცირებულად გვაქვს 20 წუთი მაგრამ მე არ გაგაწყვეტინებ და იმედია მოვასწრებთ აი ბოლოსკენ ბატონ დემურთან საუბარში მე აი ეს წერილი ვახსენე ირაკლი კობახიძის მე სიმართლე გითხრათ იმ ფონზე რაც ხდება სოფლიო პოლიტიკაში რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში შემდეგ ვთქვათ აი ეს ირანის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა რომ ცუდი ბიჭები არიან და სირიის ხელმძღვანელობა რომ კარგი ბიჭია იმიტომ რომ სირია ყველაფერს აკეთებს აი სრული სიგიჟე რა ხდება ხო ამერიკას უნდა გრენლანდია მაგრამ რუსეთს არ შეიძლება უნდოდეს რაღაც არც ერთს არ ვამართლებ ან უბრალოდ ფაქტებს მოგდან ამ ფონზე შეიძლება ეს წერილი რაც მისწერა ჩვენმა პრემიერს ძალიან ლოგიკური იყოს ხო იმიტომ რომ სრული გაუგებრობა მე ვერ ვიგებ მაგალითად რა ხდება ან იგივე ილონ მასკი რატო აძლევს თავისუფლებას ასე ელაპარაკოს კანადის პირველ პირს ესეც არ მესმის შენ არ არის ესლამგან შეიძლება ის იმსახურებს შეიძლება უფრო მეცაც იმსახურებს ეს აგდები ქუჩური ტონი იმიტომ რომ შესაძაც ის ადამიანები რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ მასკი ამ შემთხვევაში ხელისუფლებას წარმოადგენს ასე ლაპარაკობენ გასაგებია რომ ადამიანები რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან ასჯერ ამაზე უარესად ილაპარაკებენ და ასჯერ ამაზე უარესად მოიქცევიან რომ ჩათვლიან რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს მოსულა ამდენად მე ამ ფონზე აი წერილი არ გამიკვირდა თუმცა მე ფიქრობ რომ რაც იქ წერია იქ ტყუილი არაფერი არ არის აბსოლუტურად უფრო მეტის დაწერა შეიძლება მაგრამ მე არ მომწონს ფორმა მიუხედავად იმისა ფონი როგორია ვინას იმსახურებს თუ იმსახურებს თავის ქცევიდან გამომდინარე როგორი ენესმის შენ უნდა შეეცადო არ უნდა შეხვიდე იმ მოედანზე და ის თამაშის წესი არ უნდა რომელიც არ მოგწონს მე არ მომწონს ეს თამაშის წესი და ამიტომ ვისურვებდი რომ თქვა ჩემი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს სხვა ფორმით მიეწერა და სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი შეიძლება აი რა მიზანი ჰქონდა ამას თქვენი აზრით ეხა ის ეგრეთ მეგობარი აქტით რომ რაღაცა კომიკური დოკუმენტია ჩვენ რომ ეხა ჩინეთის რუსეთის და ირანის გავლენების შეწირა ხა როგორ უნდა მოხდეს რაღაც ჩემი გმირები დასცხებენ ზარბაზნები თოფები და ტანკები თო ეხა ჩვენ დუმბაძის პერსონაჟების იმაში ვართ მე მგონი როლში თუ ხა როგორ უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა მოხდეს ეს გასაგებანი და ბევრი ტყუილია იქ გასაგებია და პარლამენტმა მიიღო ჩვენმა აქტი აი ეს აქტობრივ და ეპისტოლურ ჟანრში პასუხები რა მიზანს ემსახურება ისევ რაღაცა წინსწრებით ხო არ ხდება როგორც იგივე მე ხა ძელი კითხვა გამწვარ გავჩუმდები 20 წუთი რომ თქვენ მოგცეთ საშუალება რახან დრო შეგვიმცირდა როგორც ვთქვათ აი ეგრეთ წოდებული რუსული კანონის გამოც გასაგები იყო ხო რა პროცესები განვითარდებოდა და პირველად ჩანდა რომ ხელისუფლება იჩქარა და რა საჭირო იყო გამწვავება მაგრამ გამწვავებას ჰქონდა თავისი ლოგიკა როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ეს არის თუ რა მიზანი შეიძლება დავინახოთ ამ წერილის უკანო ტრამპი ხა თავში ხელს შემოიტყამს და ეს რა ჩემო საქართველოს ეს რა ცუდად მოგეპყარიო ამას იტყვის კაცი რომელიც ალშარაზე ამბობს რა კაი ბიჭი ხარ იმიტომ რომ სირიაში მაძლევ იმას რაც მე მინდა მოგესალმებით ნინო მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მადლობას მოგახსენებთ რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში რასაც მე ბატონო ცოტა ახლოს თუ შეიძლება ცოტა რასაც მე ძალიან ვაფასებ დიდი მადლობა იმდენად რამდენადაც დღეს ჩვენს ქვეყანაში სადისკუსიო სააზროვნო სივრცე არის უკიდურესად შემცირებული, შემოკლებული ფაქტობრივად გამქრალი და არის ორი ნარატივი, ეს არის ოფიციოზის ნარატივი და ოპოზიციის ნარატივი, რომელიც გარდატეხილი არის პროპაგანდისტულ სივრცეში, სიბრტყეში და ასე მოდის ეს ნიაღვარი ორივე მხარეს. აქ ჩვენ გვმართებს პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე გავერკვეთ რა ხდება რა ვითარებაა ქვეყანაში მის გარშემო პერსპექტივა როგორია და ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის რაც მე თქვენთან მithქვამს უკვე ინტერვიუში ოღონდ ეს იყო ბეჯდური მედიისთვის რომ ჩვენ ვართ იმპერიის ნანგრევებზე წარმოშობილი ქვეყანა რამდენიმე საუკუნის სახელმწიფოებრიობის ერთიანის არ მქონე და ისე როგორც ყველა იმპერიის ნანგრევზე
ნანგრევებზე ჩამოყალიბებულმა სახელმწიფომ თავისი არსებობის მიზანშეწონილობა და შესაძლებლობა უნდა დაამტკიცოს, ასევე უნდა დავამტკიცოთ ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ ძირძველი და უძველესი ცივილიზაციის ერი ვართ, როგორც ეს იყო მოყოლებული ყველა იმპერიები იქმნებოდნენ, ინგრეოდნენ ალექსანდრე მაკედონელის იმპერიიდან მოყოლებული და შემდეგ ცოტა მათგანი თუ აღმოჩნდებოდა ხოლმე სიცოცხლის უნარიანი და რამდენადმე დიდი ისტორიული მონაკვეთის განმავლობაში ღირსეულად არსებობდა. ასე იყო დიდხანს იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ უკვე პოლიტიკა ამას ნაკლებად ერქვა, უფრო დიპლომატია არსებობდა, თქვა წინა საუკუნეებში, წინა დროში, ვიდრე დღეს, მაგრამ დღეის გადასახედიდან და დღევანდელი ლექსიკონით და ტერმინოლოგიით თუ ავსახავთ ამას, პოლიტიკა უმარტივესი ამბავია, ის არის დიდი ბიჭების თამაში და დიდი ბიჭები ხშირად პატარა ბიჭებს, ანუ პატარა ერებს, რა გინდა რა დიდი ცივილიზაციის პატრონებს აძლევენ რაღაცის უფლებას და რაღაცისას არა და როდესაც ისინი მათი აზრით შეცდებიან, თავში წამოარტყამენ ხოლმე. სამწუხაროდ ჩვენ ამ თავში წამოარტყმებს არ ვიღებთ, არ ვეგუებით, ვომობთ უკვე დაახლოებით 30 საუკუნის განმავლობაში. და აი რაღაც პაუზებში ვარსებობთ და ვქმნით სახელმწიფოს და კულტურას. ამიტომ ამის გათვალისწინების გარეშე და თავის სამყაროს ჭიპიც გგონია. არა, გონია, ეხლა შეიძლება ვართ კიდეც, მე ხლა არა ვარ რაღაც ისეთი გაბუქების მომხრე. არა, მეც მგონია რომ ისტორიის, მაგრამ ხო, რა ერთ-ერთი საწყისი არის. ირონიულად არ მithქვა. არა, არხე ცივილიზაცია ვარ და ერთ-ერთი სასწაული ვართ ღვთის. მე ვფიქრობ, რომ ამდენი ხანი ასეთ ვითარებაში სურო დიდი ბიჭები გვებრძოდნენ გარშემო, ჩვენ მაინც ვარსებობთ. მაგრამ ამის გათვალისწინება დღეს საოცრებელია და რატომ გავაკეთე დღეს შესავალი და ჩვენი ხელისუფლება დღეს ისე მოქმედებს თითქოს აი სამყაროს ჭიპი თითქოს ის არის და აი ესე ხარზე ხელს უთათუნებს ხან ტრამპს ხან ერდოგანს და ხან ვის და ურსულა ფონ დერ ლაიენი რა მოსატანია საერთოდ ცხოთაშორის ახლა არ მოგატყობდა რატომ ვიღოთ ქალბატონი ფონ დერ ლაიენზე მეც ასეთი დამოკიდე რატომ არ ვიცი მაგრამ ის ვერ არა დიდებული ქალბატონია იქ დიდი გვარი შვილი განათლებული უაღრესად 8 შვილის დედა ეს საოცარი ქალბატონია მაგრამ პოლიტიკაში ის მოვიდა წინა ინერციის გაგრძელების ლოზუნგით პირველი პირი ევროკავშირის რომელიც ვითარდება ლიბერალური დემოკრატიის ბაზაზე და მან ვერ იგრძნო რომ კრიზისშია დასავლური ცივილიზაცია შეცვლა საჭირო ამისი ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც რომ გამოჩნდეს არის თუ არა ანგლო-საქსონური დასავლური ცივილიზაცია მომავალში არსებობის ღირსი და აქვს თუ არა ამის უნარი მიგრაცია მოდის ხალხთა დიდი გადასახლება ჩვენს თვალწინ იწყება შეიძლება გრძელდება კიდეც და რა მოყვა რომის იმპერიის დაცემას და ხალხთა დიდ გადასახლებას ჩვენ კარგად ნახეთ და ეხლა იქ რო თქვათ რომ ხალხთა დიდი გადასახლება განაპირობა გადასახლებამ რომის იმპერიის დაცემა თუ რომის იმპერიის შინაგანმა წინააღმდეგობებმა ამის თქმა ძნელია და შორს წავალთ მაგრამ ფაქტია რომ დღეს ეს იმიგრაცია სერიოზული პრობლემა ეს იმიგრაცია მარტო ეთნიკური რელიგიური ელემენტი შეცვლა არ არის ევროპაში ის გახლავთ ხასიათის შეცვლა იმ
პოლიეთნიკური ნაციის, როგორც მაგალითად ეს საფრანგეთში ხდება, ხო? უკვე ისეთი ბრიტანეთშიც არანაკლებ რთული ვითარება. ბრიტანეთში კიდევ უფრო რთული ვითარება, მე თუ მკითხავთ, მაგრამ მაინც იმპერიული ინერცია, დიდი ბრიტანეთის იმპერიის მონარქია ყავს. ხო, რაღაც პროცესს აკავებს. და ეს ყველაფერი ადრე თუ გიან გადასაწყვეტია. აბა ეხლა რა ქვია ამ რეაქციული მემარჯვენე მიმართულებების ასეთი პოპულარობა რის მაჩვენებელია. ეს აი ამ კითხვას მე ტრადიციულად გავუკეთე შესავალი, როგორც მჩვევია ხოლმე და მოგახსენებთ რომ აი კობახიძის წერილი უნდა განვიხილოთ ამ რაკურსით. კობახიძის წერილი არის მსოფლიო პოლიტიკის ახალი ტენდენციის მიმართ ფეხის აწყობის, ფეხის შეწყობის მცდელობა. იმიტომ რომ ტრამპმა ახლა ძველბიჭურად აქცევს არჩევს საქმეს მეც გავარჩევ ძველბიჭურად. არა. იცით როგორ იცით რომ აი მოვიდა ტრამპი. ტრამპი რევოლუციონერია. ტრამპი ანგრევს არსებულს და არა იმიტომ რომ დაასამაროს ანგლოსაქსონური ცივილიზაცია. არამედ რომ გადაარჩინოს. იმიტომ რომ თუ ასე წავიდა ინერციით ყველაფერი, უკვე პირველი ნიშნებია დასავლური ცივილიზაციის დეკადანსის. ეს ყველაფერი პირველ რიგში უკვე აისახა ეკონომიკაში. ჩინეთი უკვე მეორე ეკონომიკაა მსოფლიოსი და აქვს პერსპექტივა რომ შეიძლება პირველი გახდეს. და ნიშნულოვნად გაზარდა მეშეპე ერთულ მოსახლეზე ეს რაშიც ამერიკას ეროვნულად უსწრებდა ეს უკვე ჰეგემონიას რომც უარი არ თქვას დასავლეთმა ძირს უთხრის შეერთებული შტატების იმიტომ რომ შეერთებული შტატები ევროპა ამ ასე თქვათ წყვილში რა თქმა უნდა შტატები განსაზღვრავდა პოლიტიკის მიმართულებასაც და ურთიერთობების შინაარსაც და ხასიათსაც მაგრამ აი ეს მოიტანა მან რევოლუციონერობა ბიზნესური სტილი პოლიტიკაში სწრაფი გადაწყვეტილებები სწრაფი მიდგომები რისკები ერთი სიტყვის თქმა ერთ დღეს და მეორეს მისი უარყოფა ტარიფების დაწესება ჩინეთისთვის ასტრონომიული ციფრებით გამოხატულია მე ჩამოყვანა დროებით რაღაცა 5% ხო ეს საოცარი ამბავია ამას ეს 80 მიტანებული კაცი ისეთი ჭაბუკური მგზნებარებით აკეთებს რომ ამას მიყვე ძალიან ძნელია ახლა ჩვენ მეორე ვირტუოზი ყავს აქ იმავე სტილის იმავე ხასიათის იმავე ბიზნესური მიდგომებით პოლიტიკაში ეს არის ბიძინა ივანიშვილი რომელიც ასეთვე აზარტულია შეიძლება სადღაც ტრამპზე აზარტულიცაა იმიტომ რომ ის ვიცით რომ არაჩვეულებრივად თამაშობს კარტს მის მრავალ სახეობას და შინაგანად აზარტულია თუ არა ისე ხამ თავის მილიარდებს ხო ვერ შოვიდა რუსეთში მაშინ ეყარა ფული მაგრამ არც ისე რომ მისულიყავი და აგეღო მე შეგენარჩუნებინა და ბიზნესაც უყვარს ასეთი ნაბიჯების გადადგმა ეს გადადგამ შეამოწმეს მე უკან დაიხევს თუ არ გამოუვიდა აი მაგალითად თუ აი გასულ თქვენ ალბათ ყველას ემახსოვრება ეს ჩვენს სპეციალს რომ აი კანაფის მოყვანის პროექტი უცებ მოეწონა დაარწმუნეს რომ ეს დიდი სიკეთეა ქვეყნისთვის ეკონომიკისთვის და ასე შემდეგ და დაუჭირა მხარი და დაიწყო ლაბარაკი ამაზე მაგრამ როგორც კი საზოგადო ქართული საზოგადოება უხიაგია მაგრამ მზაკვარი მეტაფიზიკურია ჩვენ ცნობიერება შევდივარ შიგნით და რო შევიდა შიგნით აღმოჩნდა რომ იმ ეკონომიკურ სარგებელზე შეიძლება უარესიც კი იყოს შედეგები ამ კანაფის მოშენების ამ ქვეყანაში ეს კანაფის მოშენება ავტომატურად გულისხმობს ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას იმიტომ კი არა რომ იქიდან გამოტანილ კანაფს შესაბამისი გადამუშავების შემდეგ მიიღებენ ახალგა არა უბრალოდ ლოგიკით იგულისხმება რომ არა კანაფიზეთი მართლა სასარგებლოა ის კანაფი კიდო ძალიან და ის კანაფის სხვა კანაფია ის არა რომლისგანაც ეგრეთ წოდებულ პლანს ამზადებენ შეიძლება მაგრამ რეალურად ისიც იმ მიმართულების მცენარეა და მასობრივი ცნობიერების თვალსაჩინოებიდან ასე გამოიყურება და ამიტომ ეხლა აი და დაფიქსირდა ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა სერიოზული საფრთხე ისედაც ჩვენი სამწუხარო რეალობა
ამას შეგუებული საზოგადოებისთვის, რომელიც ნარკოტიკებით ახალგაზრდობის და ძველგაზრდობის გატაცებას უყურებს ეს რასაშინელება მოთმინებით, მაგრამ ამაში ეხლა არც ერთ ხელისუფლებას მე ბრალს არ დავდებ, არც წინა ხელისუფლებას არც ამას რატო? იმიტომ რომ ეს გლობალური პრობლემა ერთ ქვეყანაში გამოქვაბულში ჩვენ არ ცხოვრობ და ვერც ვიცხოვრებ ვერას დროს. ეხლა ბევრი მემარჯვენეს გონია. ასე თქვა ეხლა რომ მოდურია პოლიტიკაში რაღაც ისეთი აზროვნება, მაგრამ ვერ იზამ ამას და ამიტომ ეს სოფლიოსთან ერთად უნდა გადაწყდეს რაღაცნაირად ამ ნარკოპრობლემა, სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ტყბობა და სიმშვიდე არის ადამიანის ბუნებაში ჩადებული და ეხლა ვისაც ეს არ იპარო მცნების დარღვევა ნარკოტიკი. ამას თუ მიუდგებით, მართლა ეს ღრმა რელიგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ შენ იღებ იმ ნეტარებას, რომელიც არ დაგიმსახურებია. და ნარკოტიკული თრობაც იმიტომ იტაცებს ადამიანს, ეს არის 64-ის ქრისტიანულად რო გავარჩიეთ 64-ის სამოთხეშია შესაძლებელი და შენ ამდენს იპარავ, იმიტომ რომ შენ ეს უნდა დაიმსახურო ცნობიერები და მაპლასტები აქვს, ეს მარტივი ის არ არის რომ ვიღაც დაბოლდა ვიღაცამ გაიყნოსა, იმას აქვს კიდე თავის ნიუანსები და აბსოლუტურად გეთანხმებით ნინო. ამიტომ ეგ პრობლემა, დამახასიათებელი ბიზნეს სტილისტვის და ეხლა ეს ბიზნესა ელოდება რეაქციას ახალი ადმინისტრაციიდან, რომ მერე გადაწყვიტოს როგორ იმოქმედოს. ეხლა ჩვენ ხო ფაქტობრივად ერთმართველობა გვაქვს საქართველოში და ეს ერთადერთი მართველი არის ბიზნესა. რომელიც დეკლარაციებს სად არის მრავალმმართველობა, მე უკვე ეჭვი. მოდი ჩვენსაზე ვილაპარაკოთ. ხო და აქ არის თქვათ სამკუთხედი ბიზნა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ზაზა შათირიშვილი. დიახ. ეს არის ერთი ბიზნეს შეხედულებების გარკვეული თვალსაზრისით ტრანსფორმირება და პოპულარიზაცია და აი ამ თვალსაზრისის თანახმად ის მიიჩნევდა რომ ტრამპი მალე დააფიქსირებდა ამ პოზიციას და შინაგანად და ლოგიკურად მისი განცხადებებიდან გამომდინარე რუსეთთან მიმართებაში აგერ ეხლა შარას და შეკება მოვისმინეთ ჩვენ ხო ეს უკვე რომ ასეთი რამ რო ნახა მან გადაწყვიტა სწრაფად დაელაგებინა ვითარება ახალ ხელისუფლებასთან გაეგო მაინც ხო გაეგო მაინც იმიტომ რომ მე ემოქმედა თუ არა ეხლა ბიზნა ისეთი გამჭრეხი კაცია რომ არც ამ ქონებას დაუტოვებს არავის და დაკარგავს და კარგად იცის მან თავისი ქონება როგორ უნდა დააბინაოს საიმედოდ და სად უნდა დააბინაოს. და სოფლიოში უამრავი ხრელია ძვირფასო მაყურებლებოდა. სერიოზული თანხები და შავი ფულისაც, აი ყველაფრის როგორ ეხა ყველაფერს არ ყვევენ იქიდან და იარაღი და ადამიანების ვაჭრობის და ნარკოტიკის ვაჭრობის გზებს ვერ არ ყვევენ ხელოვნური თანამგზავრებიდან ეს დაშვებულია და დაშვებულია ასევე სოფლიოში გზები, სადაც ინახება ფული გინდა შავი, გინდა თეთრი ოფშორები, მხოლოდ შავი და უკანონო ფულის შენახვისთვის არის გამიზნული. ეს ყველაფერი ბატონმა ბიზნესმა კარგად იცის. უფრო მეტიც ვიდრე მე ვიცი. ვიდრე ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, დამასის გააკეთეს, მაგრამ მან იჩქარა უბრალოდ თავიდანვე იყო ეს მოლოდინები რაღაცა გადაჭარბებული, ინაუგურაციის შემდეგ ინაუგურაციის შემდეგ მოხდება ეს და ამ შემდეგ და მე მაშინვე დეკემბერში ვთქვი, რომ ნაადრევია ეს მოლოდინი მაისამდე ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენთვის ვერ მოიცლის და მე მითხრეს როგორ ვერ მოიცლის ეს სასწრაფოდ არის დასარებული მაისს ვერ მოიცლის ახლა ის მოლაპარაკება სტამბოლში შესაძლოა ვერ მოიცალოს ამიტომ ახლა ბიზნეს ამდენი მოლოდინი საჩეულია მას ძალიან დიდი ქონება დასავლეთში არსებული და აუარები არის საპატრონო და ამან ჩქარობს და ნუ მას ახლა ერთი კოზირი აქვს ეს არის სტრატეგიული ნიშნულობის მქონე ქვეყანა ყველა სამყაროს გასაყარზე, სამყაროს დასაწყისთან ჩიპი ნამდვილად, ჩიპი და ამიტომ ეხლა ამით ის მისი ჯოკერია ეს ქვეყანადან პირველობა ამ ქვეყანაში და ეხლა ჩქარობს თავარი არის ჩვენად დავზარალდეთ ამ სიჩქარე-სიცხარეში, რაც თვითონ ბიზნესაც არ უნდა, იმიტომ რომ ეხლა ვინც რა უნდა ის თქვას და ეს სხვადასხვა თემებია, რომ ის პატრიოტიკაცია და თან ქართველი კაცია ბუნებით ამ ქვეყანაზე ფიქრობს, მაგრამ მას უნდა თვითონ შექმნას
ეს ბედნიერი მომავალი ისე როგორც მიშა სააკაშვილს უნდოდა ახალი საქართველო მე შევქმენი ახალი ქართული გამოიყვანა 2007 წლებში ვიძახდა ესე იგი ჩვენ ვიძახდით რომ 300 წლოვანი ცივილიზაცია ვარ სახელმწიფოებრიობა გვაქვს და ის იძახდა და იქ ადრეის შევარდნაძე იწყებდა ამას იმის წინ უკვე აღარ გადავალ ისეთი თემა პირველი ეროვნული მოძრაობა და მისი მთავრობა ესე აღიქმება ემოციურად და მეც ემოციური დამოკიდებულება მაქვს და პატივისცემა იმ ლიდერების მიმართ მაშინდელის და კრიტიკულად არ დამდგარა ჯერ დრო იმ პერიოდის განხილვის ამის ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ და ამ აქტიურობის შედეგია აგერ კობახიძის განცხადება ფაქტობრივად ულტიმატუმი შეერთებული შტატების მთავრობას ესეც ხო საინტერესოა რა დევების და ნაცარქექიას ურთიერთობებს მაგონებს რაღაცნაირად რომ აი ეუნება რომ შენ მან როგორ მოხდიო ნაცარქექია ზოდადად იყავი და რა როგორ გაბედე ჩემ წინაშე დაცემინება ნაცარქექია ეგეთი ამბავია და მე აი ხლა უფრო მეტია ეს ნაცარქექიულობა შეიძლება ხანდახან გმირობის წინაპირობა აღმოჩნდეს ეხლა შათირიშვილის პირით დღეს გვამცნო ხელისუფლებამ რომ 350 თანამშრომელი რა საჭიროა შეერთებული შტატების თბილისის საელჩოში. ვაი. აბა, უნდა შევამციროთ. და სხვაგანაც, იმიტომ რომ ეგენ რაღაც სხვადასხვა სფეროებს კურირებენ და ბატონებო ის უბრალოდ ეს გავაკეთოთ კი ბატონო ოღონდ შვიდობიანი კეთილმოსურნე დიალოგის პირობებში და არა კონფრონტაციულად ის არის წამყვანი სახელმწიფოა თუ იმპერიული ცნობიერებით ვიმსჯელებთ ის დემოკრატიული იმპერია და ჯერ კიდევ მართავს სოფლიო პროცესებს და ეს დაადასტურა იმან რომ აგერ ტრამპმა ერთი კვირის წინ პაკისტან-ინდოეთის ომი შეაჩერა ერთი კვირის წინ ამ დღეებში ბოდიში ომი შეაჩერა რა წარმოუდგენელი იყო და რასაც ეგრეთ წოდებული ყბადაღებული deep state მარცხია ეგა რო ის ომი შეჩერდა თუმცა ეხლა ჩვენთან რატომღაც მოდაშია deep state-ის სრული ვარყოფა და მარგინალიზება და დაცილვა იმ ადამიანებზე ვინც ამ ტერმინს იყენებენ პოლიტიკოსებმა შეიძლება ასე ისაუბრონ მაგრამ ამას ანალიტიკოსებიც აკეთებენ გონიერები და ციგნიერები ჩემი თვალსაზრისით და ხედავთ აი შეერთებული შტატებს ვეუბნებით რამდენი თანამშრომელი უნდა ყავდეს საელჩოში და იმათ რომ სულ გამოგვიძეონ საელჩო და ჩვენ თანამშრომლები მაინც არ ხვდებიან და ნუ ეხლა ხო რთული ამბავია ამიტომ ამ ყველაფერს მეგობრებო მოზომილობა უნდა ქართულად და წინდახედულება მეტი მე ამას ურჩევდი ბატონ ბიძინას და მის გუნდს რომელიც როგორც წესი არავის მოსაზრებას არ დაგიდევს და არ ისმენს მათ შორის ბუნებრივი არჩევს და თქვენს ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან მწუხვა რომ ჩვენ ეს უდროობის გამო ამოგვეწურა რაც შემეძლო გადავაცილენ გათმეორ ნაწილი მაგრამ იმედი მაქვს რომ მოახლოეს ხანს გამოვასწორებთ ამას ჩვენ და პრობლემა ნინო სიამოვნებით თქვენთან ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ნამაყურებელსა და მსმენელს ჩვენთან მშვიდობებით შევხვდებით ხვალ 90-სა და 10 წუთზე ნახვამდის